მე ხომ დესერტის გარეშე ფეხბურთის ყურებაც არ შემიძლია. ბრაუნი შავი ლუდით და კარამელით. დაგჭირდება ფქვილი 250 გრამი, შაქარი 200 გრამი, 3 ცალი კვერცხი, კარაქი 150 გრამი, 100 გრამი თხილი, შავი შოკოლადი 200 გრამი, შავი ლუდი 100 მილილიტრი და კარამელი 50 მილილიტრი. ბრაუნი, ნაყინი და ლუდი. ეს სამი რაღაც ძალიან მიყვარს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავაერთიანო ერთ რეცეპტად და პირადად მე ფეხბურთის დროს ზუსტადაც აი ამ დესერტს შევჭამ. დავიწყეთ. პირველ რიგში მოვამზადოთ ბრაუნის მასა. 3 კვერცხი დამჭირდება. ოდნავ შევთქვიფოთ კვერცხი. ხელით მიქსერი არ არის საჭირო. რადგანაც ბრაუნი პირიქით ძალიან დამჯდარი უნდა გამოვიდეს, ანუ კექსივით არ უნდა გამოცხეს. ეს უნდა იყოს უფრო სველი, მძიმე მასა. დავუმატოთ შაქარი 200 გრამი. კვერცხის მასა მზად არის, ავანთოთ ცეცხლი. ორთქლის აბაზანაზე, რა თქმა უნდა, შოკოლადს ვალღობთ კარაქთან ერთად. აქ მაქვს 200 გრამი შავი მწარე შოკოლადი. რაც უფრო მაღალ პროცენტიანი იქნება და უფრო მუქი იქნება, კიდე უფრო მწარე, მაგრამ განსაკუთრებული გამოგვივა ბრაუნი. 200 გრამ შოკოლადს ვუმატებთ 150 გრამ კარაქს. მივიდებით 2 წუთი გალღვეს კარგად, გაერთიანდეს მასა და მერე უკვე დავუმატებთ კვერცხიან და შაქრიან ჯამში. შოკოლადი და კარაქი უკვე გადნა, გავთიშოთ ცეცხლი. ნელა-ნელა დავუმატოთ კვერცხის მასას. თან ვურიოთ, ისე რომ კვერცხი არ აიჭრას. დავჭრათ თხილი, დაახლოებით 100 გრამი. დიდ ნაჭრებად. ისე რომ ბრაუნის გასინჯვისას შეგვხვდეს მთლიანი თხილის დიდი ნაჭრები. აი ეს არის ნამდვილი ბრაუნის რეცეპტი, რომელიც უნდა შევცვალო ბოლოსკენ. ერთი განსაკუთრებული ინგრედიენტი შედის. ჩავყაროთ თხილი. დავუმატოთ ეხლა შოკოლადის გემრიელ მასას მუქი შავი ლუდი, დაახლოებით 100 მილილიტრი. სასურველია, რომ ლუდი, რომელსაც აირჩევთ, ცოტათი ყავის და კარამელის არომატი დაკრავდეს. არის ესეთი ლუდები, მთავარი იყოს მუქი და აი ეს მომწარო ყავის და კარამელის არომატი იდეალურად მოუხდება ბრაუნის მასას. დავუმატოთ ფქვილი 200 გრამი. ამოურიოთ და ნელა-ნელა ვამატოთ ფქვილი. ფქვილი დამჭირდა სულ 250 გრამი. აი ესეთი წელვადი მასა მივიღეთ. შვენიერია. ჩავასხათ გამოსაცხო ფორმაში. ნებისმიერში. მე ამ შემთხვევაში პატარა ოთხკუთხედი ფორმა მაქვს. ნახევრამდე გავავსოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთით. გამოცხვა ბრაუნი. გავჭრათ.
გავუსწოროთ ლამაზად კუთხეები. ძალიან განსაკუთრებული სუნი აქვს მართლა. თანაც შოკოლადის, კარამელის და ლუდის, შავი ლუდის არომატი კარგად იგრძნობა, სანამ ცხელია. გადმოვიტანოთ თეფშზე. მოვასხათ კარამელი, რომელიც კიდევ უფრო ხაზს გაუსხმევს იმ კარამელის არომატს, რომელიც ჰქონდა ლუდს. და რა თქმა უნდა, ცხელი ბრაუნი ნაყინის გარეშე წარმოუდგენელი. რომ ამოვიღოთ ცოტა კარამელი ნაყინსაც, როგორც თქვი, გავაერთიანებ ლუდი, ბრაუნი და ნაყინი. მე მგონი კარგად გამოვიდა. ამას აუცილებლად შევჭამ ფეხბურთის ყურების დროს.